ჩვენ ერთ სულში ვართ და ერთი გახსნა გვაქვს. იცით ძვირფასებო, როდესაც მე ვლაპარაკობ რელიგიურ სულებზე თუ რაღაცეებზე, თქვენ ამინს მიტო კი არ მეუბნებით, რომ მე დაგარწმუნეთ თქვენ და ტვინი გამოგირეცხეთ. არა, თქვენს გეხსნებათ და ღმერთის სული გიხსნით იგივეს. წერილები თქვენც იგივეს გეუბნებათ, რასაც მეუბნება. იცით, რელიგიურ ინსტიტუციაში ხალხი მიყვება მოძღვარს იმიტომ, რომ ტვინი გამოუჭედა ერთი და იგივეთი. გიორგი, წმინდა გიორგი, ჩვენ ქართველები, ჩვენ ისა, ასე, ისა და ხალხი მიყვება, ეხა მილში უნდა გაძვრეთ. ეს არის პროპაგანდა. ეს არის, იცით რა არის? ეს არის ჯადოქრობა. რომ ზემოქმედება გააკეთო ხალხზე, ეს არის სწორი. მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ? მე არასდროს მითქვია, რომ მე ასე ვფიქრობ და თქვენც ასე უნდა იფიქროთ. მე გეუბნებდი, პავლე მოციქულმა ასე თქვა, სიტყვაში ასე წერია. და თქვენ რომ მიდიხართ სადღაც, თქვენ იმიტომ ლაპარაკობთ იგივეს, იმიტომ კი არა, რომ ჩემგან მოისმინეთ. სიტყვიდან ხედავთ ბნელს ნათლისაგან გარჩევს. თქვენ მილში ვერავინ ვერ გაგაძვრეთ, ნებით. ვერავინ ვერ გაგაძვრეთ. როდესაც ჩვენი დადაძმა წავიდნენ იერუსალიმში და იქ თქვენ იცით რომ უამრავი წმინდა რაღაცეებია, წმინდა საფლავი, წმინდა ესე იგი მირონი, წმინდა ჭა, წმინდა ვედრო და ასე შემდეგ, ხო? ერთი ადამიანი მორწმუნე ეკლესიის წევრი, ევანგელური ეკლესიის წევრი ჩამოვიდა, გაგიჟებული იყო, ვაიმე ეს რა სიწმინდე, იტალიიდან ჩამოვიდა, ვაიმე რა სიწმინდე, მაგრამ მეორე რო წავიდა დადაძმა ჩვენი ეკლესიიდან, ვერ ავიტანეთო ასეთი კეფთაყვანისმცემლობა, რომელიც იქ იყო. ნახეთ, განსხვავებული სული, განსხვავებულად გრძნობს ყველაფერს. დიდება იესოს. სულიერი ჭრეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა როდესაც ჩამოვიდა იოანე ნათლისმცემლის თავი თუ ვიღაცის თავის ქალა, რიგი დადგა რომ ამ თავის ქალისთვის ეკოცნათ. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ვერცერთს ვერ მიგდენის კაცი რომ თავის ქალას, მიცვალებულის თავის ქალას აკოცოთ. როდესაც შევედი ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ მოხდა რომ მასში შევედი ბაგრატის ტაძარში თუ გელათში არ მახსოვს. ნათქვამიც მაქვს დევს შუაში, მე მგონი გელათში. არ ვიცი რა რამ შემიყვანა, რატო წავედი, არის ზოგჯერ მაინტერესებს ხოლმე ისე რაღაცეები. და დიდი სკივრი დევს შუაში. დიდი სკივრი დევს და ამ სკივრის თავი ახდილი არის და სავსე არის მიცვალებულთა ძვლებით. და ეს ითვლება სიწმინდეთ. მაგრამ მე როდესაც შევხედი ამას, ხო? ესე იგი, ჩემთვის ეს იყო რაღაც ჯადოქრობა. თავის ქალები, ვიცით, აი პირატებს რა ქვია, პირატებს ქართულად. მეკობრეების დროშა, ხო იცით როგორი არის? ხო, დაახლოებით ესე. მეკობრეების სკივრივით იყო. ათონის მთაზე, რომელიც ითვლება წმინდა მთად, მთელი მართლმადიდებლობისათვის, რომელიც საბერძნეთშია, სავსეა თავის ქალებით. სავსეა თავის ქალებით. ჩონჩხებით და ასე შემდეგ და ამ თავის ქალებში და ჩონჩხებში ცხოვრობს ეს ბერები. და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი მაგია ტრიალებს იქ. იმიტომ რომ ჩონჩხი და თავის ქალა არასოდეს არ იყო ქრისტეს სულის ნაწილი. მაგრამ ის ყოველთვის იყო ბოროტის ნაწილი. შავი ტანსაცმელი
არასდროს ყოფილა ქრისტეს და თუნდაც ძველი აღთქმის ნაწილი. თქვენ ნახეთ ძველ აღთქმაში ღვთისმთავრის შესამოსელი, რომელიც ღმერთმა უბრძანა მოსეს, რომ შეემოსათ ღვთისმთავარი, როგორი ფერადი, როგორი თვლებით სავსე, როგორი მოლამაზებული. მაგრამ თქვენ ხედავთ, ბერები სრულად შავები არიან. ვინ დადის შავებში? ვინ დადის შავებში? როდესაც ხატავენ ხოლმე სიკვდილი მოდის ცელით, კაპიშონი და შავები. ძვირფასებო, რატომ ვლაპარაკობ ამას ყველაფერს? ჩვენ არ ვთამაშობთ, ჩვენ არ ვხუმრობთ. თუ იქეთ იქნებოდა ჭეშმარიტება, მე ვერავინ გამასწრებდა იქეთ. ამიტომ ჩემი სურვილი არის და ჩემი ლოცვა არის, რომ საქართველოში იესო ქრისტეს სინათლე მოვიდეს და შავი წავიდეს. დიდება იესოს. ეს შავი, რომელიც ქართული არ არის, ეს შავი, რომელიც არის უცხო, მოხვეული საქართველოს. ამიტომ მორწმუნეთა სულიერი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთ სულში ვართ, ძვირფასებო, ერთ აზრში ვართ და ერთ გაგებაში ვართ.